ესე იგი, ისევ და ისევ, მოგესალმებით. არხის გამომწერებო. როგორც წინაზე გითხარით, ვერ ვიოკებთ ამ ჩვენ მონადირულ ჟინს, არ ვჩერდებით. გამოგვიჩნდა დრო, საშუალება და წამოვედით ისევ ქათამს. მივესალმები შენ მაყურებელს. იმედია რომ კარგ გადაცემას შევთავაზებთ. კი ბატონო. ეს ვარ ვიწყობს ხელს, კაი არის. ახო, დანარჩენი ჩვენზე და ძაღლებზეა დამოკიდებული და ფრინველი თუ არის. თუ არის. ამ ლოკაციაზე. ძაღლების იმედი გვაქვს. მოკლედ ვართ, ვახო ჯაბა და მე ვართ 3 ძაღლით, 2 ინგლისური სეტერია და ნინა და ვეცდებით რომ ქათამი ნახოთ რა. ცოტა სკეპტიკურატი ვარ მე განწყობილი, იმიტომ რომ მეორე ნადირობა პირველ ნადირობაზე ან რამოდენიმე დღის უკან ვიყავი და ვერ შევხვდა ქათამი საერთოდ. მაგრამ დღეს ნახოთ, ცოტა ამედიები არეულია მთაში და იმედი გვაქვს რომ ამ ადგილზე სადაც სითბოა და სიმყუდროა ქათამი შეხვდება. რა სიტყვით? ვიმედოვნებთ რომ კაი ნადირობა შედგება და ვნახოთ. უნდა ვეცადოთ. აბა დროებით. რავი, კაი სითბოა ტყეში. თვილი არა აქვს, მიწაც გაყინული არ არის და თუ რამე გადმოიფრინა წესით ტყეში უნდა იჯდეს რა. ნახოთ აბა როგორ გაგვიმართებს. პირობა კარგი აქვს რა და მთავარია ქათამი იყოს და შევხვდება. ძალიან კაი. ნახოთ აბა როგორ გაგვიმართებს დღეს. რა უნინა? მას მემეძებდა და მაგიტო გაჩერდა. მაგარ სუტრიალებს რა. ოჩ, და. ო. ბიჭები ნადირობენ ერთადა ვართ რა და ორივეს ინგლისური სეტერი ყავს ხვადი და ორივე თელი ნადირობა ძაღლს დასძევენ რა, ეძებენ. ანუ ეს ჩალაგებულები ვართ რა. დაახლოებით 100-150 მეტრი არის ჩვენ შორის რა. მე ვარ ჯაბა და მე ვახო. ესე იგი ახო ძაღლიც აქეთ დარბის. დაახლოებით 300 მეტრი მაინც იქნება. ვახოს და ძაღლს შორის. მე რო აქ ვდგევარ, ნუ ნაბული თუ გააკეთა, მე გავიგებ და მივარ, მაგრამ იმ კაცმა აქ რო ძაღლმა ნაბული გააკეთოს, როგორ უნდა მივიდეს, ვერ აქვს ვხვდები რა. ჯერ ხო პიპერის ხმა არის მის. ვერ გაიგებს. მეორე სანამ იქ მივა, რა ვებად გათენდება. მეორე ჯაბაც ერთი 10 წუთია 15 წუთია ძაღლს ეძებს. ამ ძაღლის ძებნა რას ნიშნავს, რომ ძაღლს ეძახის ინტენსიურად ვერ ხედავ ძაღლს ფაქტიურად რა. ორივე ძაღლს უკეთია ბიპერი, ორივე ძაღლს უკეთია
ჩართულია ის ფუნქცია ტრეკერი, რასაც ქვია, რომ პატრონმა გაიგო ზაღი ამიართულებით დარბის, მაგრამ ვერც ერთი პატრონი ზაღს ვერ ხედავს. კი, ძალიან კაია, შორს განსველი ძალები. აუცილებლად შორს უნდა გავიდნენ, აძილები დაფარონ, რომ მეტი შანსია, რომ ფრინველი ნახონ, მაგრამ აი პატრონი და ნაბულზე დამდგარი ზაღი ერთმანეთთან თუ GPS ტრეკერი არ აქვს, სადაც რუკით მიხვალ, ძალიან ძნელია რა. მას ვიძახი, რომ რატო ლაპარაკობ ამას. აუცილებლად ზაღლები უნდა ყავდეთ კონტაქტში რა. ავიდა რა მნიშვნელობა აქვს 100 მეტრაზე 50-ზე 500-ზე გავიდა აუცილებლად უნდა დატრიალდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩამოგიაროს დაგხედოს და გააგრძელოს ნადირო ეს ჩემი პირადი აზრია რა ვინც იზიარებთ დაალაიქეთ ვინც არ იზიარებთ მაინც დაალაიქეთ წარმატებები ყველას რაღაცას უტრიალებს დიდი ალბათობით ახლა იპერი უნდა ჩაერთოს იმიტომ რომ სირბილი გააჩერა ზარისხმაც მინელდა არა გამოცვალა სრუკა ქონია Julia. Rasedek, hamde, push, shit, ამ კვირაში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ვიყავი სანადიროდ, როგორ ორივე ადგილზე ვიყავი. ტყეში, სადაც ან მდინარე, ან არხი, ან რამ ეგეთი არ არის, ან მშრალი ტყეებია. და არც ერთგან ორივე ფოთლოვანი ტყეა და არც ერთგან ფრინველი არ შეხვდა რა. ერთი არის თიანეთის მხარეს, სადაც თიანეთი შინვალის მხარეს, აი ესე რა. თუშეთ-თინარეთის გადასახვევისკენ მეორე კახეთში ვართ ახლა სიღნაღის მხარეს და აქაც არც ერთი ფრინველი არ შეხვდა. ამას ატოვამობ, რომ ფრინველი უკვე საძებნი არის ჭალებში. სადაც მეტი წყლიანია ალბათ და მაქსიმუმ უფრო მეტი დასავლეთში რა. ან დავიდე დასავლეთში უნდა იყოს მეტი ფრინველი რა. აქეთ ფაქტიურად აღმოსავლეთში ეს გასავზე ნაღივი ნადირობა ჩემი აზრით წელს დამთავრდა რა.
ნახოთ ერთ წასვლას ალბათ ავალთიანეთში ისევ სადაც აქვს ჭალები, სადაც დინარი ჩამოდის და ცოტა დაჭაობებული ნიადაგია და იქ აქვს სტიბეს რა. ტყეში მე ფრინველი ვერ შევიხვედრე რა. ადგილები კი ძალიან მაგარია რა. მაგრამ როგორც ჩანს აქედან ფრინველმა გადაიწია უკვე. ой, ხსნა. ხმა არის მის და. შედი. შედი. ნუ გელა. აი. ცალი გადმოფრინდა. ახლა ტყეში ძნელია მისი პოვნა, მაგრამ ესე გადავიდა რა. დასასიპოვი. რავი გაუჩერდა და მოდი ნაბულია What? Чому? Очахни. Браунин, апорт, сагорнин, очахнин, апорт, иди моментально, апорт, нахемандори, რამდენი აზდენი, апорт, მომიტანე, ყოჩ, კარგი, ჩერტ, მოდი. Браун. Одич. Кайге, модია, რასაკენ. ჩემთან. შეგი რამდენი ხანი მოვსდევდა და აი კიდე 40 მეტრი აი კიდე ამოვიდა, მაგრამ გარბოდა. ეს ერთ ძალიან ოცნახი. ანახი რა ჩემზახ ერთი ნახის როგორია კაცო. ხოი ნახო იცის. ხოის. ეს ტრია.
ესე გაიარა. მე კაია ძაღლი იტო. ჩემი ნასროლი არის, რა ტოტოვებენ ვაზი. აი აიღე რა. და ჩაიდე. ვიღაცის რავი რა ტოტოვე. ვერ გეტყვი. წამონი. საწავიდა, გაიცი? ის ესე წავიდა. ესე წავიდა. კიდე რა გექსანი ესე დაი არა კიქნა დაი ხოე ან ხოხობი ან კურდღელი, იმიტომ რომ ნახე რამდენ ხანს ვიზდებს, ხედავ? მიყევი ჯაბა, მიყევი. ოი ხსნა? ვა ყოველთვის ენდე ბოლომდე შენ ძახს. ეგ არის დაუწერელი კანონი. ხო, მაგრამ აი მენა გააგიზა ორი. ო, ეგა. ო, რანუ ხომ მოძრაობს ეს ფრინველი. დაუწერელი კანონია, ბოლომდე ენდე შენ ძახს. ადრენალინი იმატებს. ერთი ავიღეთ. ერთი ეხა გადაგიფრინდათ თავზე. ერთი მანამდე გადაგვიფრინდა რა და გაჩნდა იმედი რომ შეიძლება კიდე შევიხვათ ეს ფრინველი. დავდივართ უკვე 3 საათი ნახევარია, მაგრამ სულ ეს ფრინველი სულ 3 წელი ნახეთ ჯერ რა. ცოტაც დაახლოებით 1.5 საათის ვივლით და რაც იქნება ეგ. და დავამთავრეთ დღეს ამით ნადირობას. პირველი და თავარი აუცილებლად ეცადეთ რომ ლეკვები აიყვანოთ საბუთებიანი რა თქმა უნდა და მიაქციეთ ყურადღება რომ ორივე მშობელს რაც შეიძლება მეტი დიპლომი ჰქონდეს რა. ძალიან კარგი ვარიანტებია ყოველთვის რა. ამას ატოვამ. არა აქვს მნიშვნელობა. პოინტერით ინადირეთ, ყურცხაარით თუ ინგლისური სეტერით, თავარია შენ რომელი ჯიშის ძაღლის ნადირობა და სტილი მოგწონს. თავარია ძაღლი იყოს გენეტიკურად კარგი მონადირე ხაზებისგან. დანარჩენს ნებისმიერ ძაღლით ინადირებთ. ამას იმიტომ რომ ვართ ორი სეტერით, ინგლისურით და ერთი ყურცხაარით, ხო? სამივე მაგრამ მუშაობს, მაგრამ ნინამ ამოიყვანა დღეს ფრინველი. ეს იმას არნიშნავს, იმას კი არ ვიძახი, ყურცხაარი მაგარია და ანუ ძებნელი და პოვნელი ძაღლი ნებისმიერი იპოვის ფრინველს რა. უც არჩევანს აკეთებ და ფიქრობ რომელი ჯიში ძაღლი აიყვანოთ. თავარი არის რომ მშობლებს ჰქონდეს დიპლომები, ეს გარანტიას გაძლევს ის ძაღლი, იმ ძაღლის ლეკვები დიდი დაბალთობით და სწორად გაგზდით, სწორად გაზრდით, სწორად დაგეშვით, სწორად გაწვით, აუცილებლად ინადირებს რა. თითქოს მარტო ტყის ქათამზე ინგლისური სეტერები ან ინგლისური პოინტერები არა, ნებისმიერი ჯიში ძაღლი თანაბრად ნადირობს რა. თავარია კარგი კიდევ ვიძახი. გაწვნა და სწორი დაგეშვა რა. დანარჩენი ჩვენ პირობებში საქართველოში რაც არის ნებისმიერი ჯიში ძაღლით კარგად ინადირებს. რათხა არის ყურცხაარი, ვიჟლა თუ ინგლისური სეტერი რა. ყველაზე მაგარი არსებები, ყველაზე ერთგულები, ყველაფერს იმიტომ მხოლოდ
ჩვენთვის რო აკეთებენ რა. ყველაზე მაგარი არსებია. დაივალე. ოკეი, დავიდა. რო, დავიდა. რა. მოკლედ დღეს ეს იყო რა. ხოლოდ ეს ერთი ცალი ქათამი მოვინადირეთ. მაგის გარდა შევუხვედერთ ერთი ხოხობი, ერთი კურდღელი, კიდე იყო ორი მუშაობა. ხოხობს და კურდღელს არ ვესრულეთ, რა თქმა უნდა. შეგნებულად არ ვესვრით და მიხარია რომ ხოხობი ყოველთვის ხდება რა და კაია. მუშაობები იყო ერთი ნაბული. ვერ მივასარი ვახო ზახს. შენ ზახს გქონდა ჯაბა? ქონდა ერთი, მაგრამ მე ანუ იდგა და შორს იყო გასული სავარაუდოდ. მე ნინას მოვიდა, ნინამაც იგივე ადგილას ზუსტად დადგა და დაიწყო ძებნა ყალზე და ეს იყო რა. კურდღელი ამოაგდო. ყველაზე იმუშავე მეტი ისეთი არ იყო რა. არ იყო დღეს ფრინველი, რასაც ველოდებოდი. ოსაკოში ნადირობა შედგა. ხო, რა თქმა უნდა. შედგა, ხო, ცოტა ვიარეთ რა არის. ქათამსვი 2 და 3 საათი ცოტა არის, მაგრამ მაინც კაია გამოვიდეს ბუნებაში. ხო, ძაღლების მუშაობა იყო რაღაცები. ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ უკვე აღმოსავლეთში ფრინველი მოიდგა. ჩემი პირადი აზრია რა. და ვფიქრობ, რომ ესეთი ხო, უკვე მეორეთა ვარ ესეთ დღეში, ფოთოლანში და ვერ შევიხვედე ქათა. მე ვფიქრობ, რომ სადაც ჭაობიანია და მდინარისპირებია იქ უნდა. შემდეგში უნდა ვცადოთ. შემდეგში ეგ ადგილი უნდა მოვუწევთ. სადოთ არა. იმიტომ რომ ძაღლები ძალიან მაგრამ მუშაობენ. კარგად გადიან და მინდას ვერ ვნახულობ. დროებით